სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო დედი, ეხლა ესე უნდა ვიჯდე და შენ სწავლებას უყურო? დე, რას მეუბნები, რა ჩემი სადილი ნაწვალებია? არა, დე, ყველაფერს გემრიელად აკეთებ შენ. მაგრამ რაღაცა მინდა რომ დაგეხმარო რაღაცაში. კაი, რა დე. ნაინიკაც მოვიდა. ამ დილაუთენია? არიცი რა ტიპია? თქვა დილას ჩამოვიტან ჰემოგლობინის სწავლებსო და უკვე აქ არის. იკა, გამარჯობა. გამარჯობა. აი შენ მაინც რას გერჩი რომ ამ ხელა გზაზე დაგატარებ? ჩემთვის დიდი პატივია ვებრძოლო თქვენს ჰემოგლობინს. ნახე ესეც რა მაიმუნია. აი ეს წამლები, ეს მიღების წესები და ინსტრუქცია. დიდი მადლობა. მეტი დასვენება, ნაკლები აქტიურობა. ეს შენ მიაწერე ხო, მარიმ დაგარიგა. მარიამს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საჭირო რო არ იყოს, სხვაიც არ მივაწერდი. ამიტომ ჩემი ხათრით გეხვეწებით. რამდენიმე დღე ცოტა ხან დაისვენეთ. შენი ხათრით რამდენიმე დღე კი არა, რამდენიმე წელი არ გამიძრევი. კაი ბატონო, მომეც წავედი ახლა მე დავწვევი. მაინც ერთის არ ვაკეთებ. ნახონდის. ხედავ როგორ უყვარხარ? ეგრევე დაგიჯერა. გონი ამ სახლში მარტო ეთერი დედას უყვარ ვარ. აი, ხო იცი რომ ეგრე არა. ამ როგორა? მეც ძალიან მიყვარხარ. თითქმის ძმასავით. კარგი ხო ვიცი რომ ცოტა დრო გჭირდება. ან ცოტაზე მეტი დრო. მე შემიძლია იმ ხას დაგბოლო რამდენი საჭიროა. კარგი ხო კა. უცნება იმეთი ხო ჩემი უფლება? გინდა ყავა დავლიოთ. ის საუბრის გადატანის მსვლელობა თუ მართლა გინდა რომ დავლიოთ? ორივე. მაშინ კარგი. აი ფშხო არა ხარ გოგო შენ. რას ბოდაო? რავი რაღაცნაირად ხარ მიგდებული და მაგრა გახარდია ვინ შემოვინგავა. მე იმიტომ ხო არა რომ გონია რომ ნებისმიერი კულტურული ადამიანი სანამ შემოვა ჯერ დააკაკუნა. ძალიან დიდი ბოდიში შენერი დახვეწილები რო არა ვართ ყველანი. რა გინდა? შეგან აღარაფერი. აი შენი $500. აღარ მჭირდება. რას ნიშნავს აღარ გჭირდება? შენგან აღარ მჭირდება. რა ხდება, გამაგებინე? არაფერი, ყველაზე მეტად როცა მჭირდებოდი, მაშინ დამაპაშოლე და ხა კარგად იყავი. ძალიან ცუდად ხო არ იქცევი შენ? აი ძმას რო გასაჭირში მიაგდებ, ეგ არის კაი საქციე. მე მიგაგდე, არასოდეს არ მიმიგდიხარ, მაგრამ უნდა მიმეგდე ეთქობა. ძალიან გთხოვ, აიღე შენი ფული, კარგად იყავი, მე შემეშვი. ეხა მომისმინე ერთი წუთი. მეზარება შენი სპიჩების მოსმენა. დამანები რა თავი. მომისმინე მეთქი. შემეშვი, გოგო. გამარჯობა.
გაუმარჯოს. კაი დროს მოხვედი რა, მოდი მიშვერე, თორე გავიჭედე. ჯერ არც გამოფხიზლებულ ვარ და ეგრევე საქმე. აი, მაშინ დაისვენე რა. და რომ გამოფხიზდები, მე გავაგზელოთ რა, დაგელოდები მანამდე. მე არ მithქვამს რომ დაღლილი ვარ. უბრალოდ უნდა მაცადო რომ შემოვალ გამარჯობა ვთქვა, ეგრევე საქმეს რომ ტენი. დამკვეთმა დამირეკა დილის 6 საათზე. დამითვალე ფასებიო რა. მაგრამ მეც მაგარი ვარ, მეთქვა რა, ზვიადი მოვა, დაისვენებს, გამოფხიზდება და მე დაგითვლის მე. კარგი ეხლა. რა არის აბა მანახი? კარები, ტუმბო, მაგიდები. და მე რა უნდა მაგის დათვლას? მობძანდი დათვალე. მე ვერ დავთვლი. ფასები არ მახსოვს ზეპირად. აბა პროფესორი ვით რომ დამადექი თავზე და რა უნდა ამის დათვალს, რატო ერთული? არაფერი, უბრალოდ გამახსენდა რომ ყობა ამას წამებში აკეთებდა. აუ მაგრად გვაკლია რა. იდიოტია და იმიტომ რა. მარტო აქ მაკლია. ბიჭო, ვარ დამდგეთე. სად ბიჭო მონასტერში? ო, რა მოხდა მე? აი ხო არ გაგიჟდი. ხალხი იქ ლოცულობს ბიჭო და ჩვენ ყობას დავადგეთ. ბარი ხო არ არის. მე რა ყობა ხო არ ლოცულობს არა? თან იმამაო გითხარ როცა გინდათ ამოდით და ნახეთო. მიდი რა. კაი ხვალ მაინც წავიდეთ რა. მე მგონი კარგ დროს მოვედი არა? უბრალოდ ყური მოვკარი. ხვალინდა საღამოს გეკმავდით. ხო, ძმაკაცის ნახვა აგვინდოდა. ძალიან რომ გთხოვ, ვერ გადადებ. თუ გინდა იმ თქვენ მეგობარს მე დაურეკავ და მე ვთხოვ. იქნებ ჯერ ჩვენ გავიგოთ. რა ხდება, თან ესე დილა ადრიან რომ შეწუხდით და მომბძანდით. და ვინ თქვა რომ წუხდები აქ მოსვლით. პირიქით ძალიან სასიამოვნო გარემოა. გარემო? სხვათა შორის გარემოს ადამიანები ქმნიან. ხედავ ზვიად. დილიდან როგორი მაგარი კომპლიმენტი მივიღეთ. მე მგონი მე არაფერ შუაში ვარ. ეს ესეთ თავდაბალი არის. ძალიან საყვარლები და მხიარულები ხარ. სხვათა შორის ჩემზე ამბობენ და ზვიადზე რა გითხრათ? ხო და ასეთი კარგები რომ ხართ, მინდა რომ ჩვენი ოფისის გახსნაზე მოხვიდეთ. პატარა წვეულება გვაქვს და ძალიან კარგი, მე მიყვარს წვეულებები. ძალიან კარგად იმუშავეთ. და ხომ და შეაფასოთ თქვენი გაკეთებული ავეჯი როგორ მოუხდა ჩვენ ოფისს. მართალია, სანახავია ნამდვილად. უარს არ მივიღებ იცოდ. არა, უარს ვინ გაბედავს რომ შემოგკადროთ. ძალიან კარგი. მაშინ ჩვენ ოფისში ხვალ 7 საათზე. კი ბატონო, ხვალ 7 საათზე ადგილზე ვიქნებ. დროებით. დროებით. ხვალ. კასპერ. წვეულება, დალევა, ნაშობა, ბიჭო, მართლა მაგარი ქალია. ხო გეუბნებოდი? მოდი რა ეს ტუმბოები დამამთავრებინე რა. მიდი გახსენ. ნიკა, შენ კიდე აქ ხარ? არ მოგწონს ჩემი კამპანია. გენაცვალოს ეთერეიდა. მე არ მომწონს საქმეს რომ მოგწყვიტე. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კონტროლზე მაქვს. თავს როგორ გძნობთ? მე გადასარევად, თავარია მარი რა სიტყვის. მოდი ახლა წნევა გავზომოთ და ნახო თუ ყველაფერი კარგად არის, ესე იგი წამის გვერდითმა ეფექტმა ჩაიარა. თავრო ხარ გიხوت. არა. მეც შეიძლება წნევა დაუგდოს? დაუგდოს არა. შეიძლება დაეციოს. და რა უნდა ვქნათ? მიცოდა ჯერ ნახოთ. არა, თუ დაეწია თქო. თუ დაწეულია, მივცემთ კოფეინს და აუწევს. ერთი ეს ბავშვი არ გამიგიჟდებოდეს რა. ყველაფერი კარგად იქნება, მოიცა? ას 25-70. ყველაფერი კარგად არის. რა ბედნიერება. ეხლა მაინც არ დამიჯერებთ, რომ კარგად ვარ. ჯერა. ოღონდ ის იმას არ ნიშნავს, რომ წამოხდე და ეზოალაგო. არა, ეზოს დაალგება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საერთოდ თქვენი მოძრაობა ძალიან გთხოვთ რა. თეთრ ნიკა არ ვიღლები, მართლა, აი საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ. მარის ეგონა, რომ იმ დღეს ეზო დავალაგე, აი 2 ფოთოლი ავიღე. 2 ფოთოლი. მე გამახსენდა, რომ არ შეიძლებოდა და გავჩერდი. ჩემი თავის მტერი ხო არა ვარა რა. ისე კი მინდოდა იქ ერთი ღობე იყო გასაკეთებელი.
და ღობის გაკეთება უნდა და წარმოგიდგენია რაზე წყდება გული? არა, უბრალოდ ძალიან მარტივი საქმე იყო, ცუდად ჩანდა, მაგრამ არ გამიკეთებია, ხელი არ მიხ. აი რა დაანებე თავი, ან ხელოსაც მოვიყვანა გააკეთებს რა პრობლემაა? ხო, კაი. ერთი წუთი ხელსაწვევი თუ გაქვს? ჩათვალეთ ხელოსანი აქ. რა სისულელია ეხლა, მაგიტო კი არ მithქვავს, ეხლა შენ გაკეთები და ღობეს. ეხლა გონია თუ არ გამომივა თუ როგორ არ გამოგივა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ეს გამოგივა. ფიქრობთ რომ ვერ გავაკეთებ. აი ხო პრინციპის ამბავია. არ წავალ აქეთან სანამ იმ ღობეს არ გავაკეთებ. მანახი მარია. კარგი რა. მანახი ეხლა. და რაზე ფიქრო? არაფერზე. მეგრე არ ხდება. რატო? არ შეიძლება არაფერზე არ ფიქრობდე. თან როცა ჩემგვერდით ხარ. ნუ, შენზე სულ ფიქრობ ხო იცი? ხო? აჰა. და რას ფიქრობ? იმას რომ ძალიან მაგრად გამიმართა. კბილი რო აქტივდა? ხო, და თან მაინც და მაინც შენ კლინიკაში რომ მოხდი და მაინც და მაინც იმ დღეს რო გადაცვალე მორიგეო. ცეგრა უცნაურად მოხდა მართლა. ო, ძალიან მაგარია. ისე ეგრე რო არ ყოფილიყო, კაცმა არც ის ვინ იქნებოდა ეხლა აქ. ზოგჯერ როგორი რომანტიკული ხარ გიჟდა. ზოგჯერ? ხო. და ზოგჯერ გულმა ვიწყე. მოიცით რა დამოუწდა? გუში რო ლისზე ფოტოები გადამიღე, იმათი გამოგზავნა. თან შენ პირდი ეგრევე გამოვუშვები. არა. გავაპირე რომ გამომეგზავნა, მაგრამ იმდენია რომ ვიფიქრე მეთქი რაღაცები არ მოეწონება, ნახევარზე მეტი ხდა არ გამოგზავნა რა. და გამოგეგზავნა და ჩემი თავარჩევდი. რა გამომეგზავნა? ძალიან ბევრი იყო, ყველა გამომეგზავნა. კაი, მაშინ მომეცი ტელეფონი და ჩემით გამოვიგზავნე. რო არ გეზარი. და ვერ გაიგებ შენ მაგას მომერა. აი. ვიცი, მე ვერ გავიგებ მაგას და ამიტომ წავალ ახლა ყავას გავაკეთე. აუ, ჩემთვისაც რა. აბა, შენთვისაც. რა სერჩი ყველა კაია. დიახ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ფოტოგრაფი იყო. ნუ მოდელსაც არა უშავდა რა.